დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ, იმ ადამიანზე, რომელსაც ახსოვს და არასდროს დაავიწყდება 9 აპრილი. რასაკვირველია, ყველა ჩვენგანს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მოგონება, საკუთარი განცდა ამ თარიღთან დაკავშირებით და ყოველთვის 9 აპრილს სწორედ ამ ფრაზას მოვიშველიებ ხოლმე, როდესაც ვამბობ, რომ დიახ, 9 აპრილი არის ისტორია. 9 აპრილი არის თარიღი, მაგრამ 9 აპრილი გაცილებით მეტია, ვიდრე კალენდარში მონიშნული უბრალოდ რიცხვი. 9 აპრილი არის ჩვენთვის ტკივილიც და სიხარულიც. 9 აპრილი არის ჩვენთვის სიამაყეც, ჩვენთვის ისტორიული მეხსიერებაც, ეს არის გადახედვა მომავალში და მთავარი გზავნილი ჩვენი შთამომავლებისათვის. როდესაც საუბრობთ 9 აპრილზე, ჩვენ აუცილებლად გვახსენდება გარკვეული ემოციები, განცდები, შთაბეჭდილებები, რომელიც ამ თარიღს უკავშირდება, მაგრამ არასოდეს გვავიწყდება თავარი სათქმელი, რომელიც სიცოცხლესთვის არის განკუთვნილი და რომელიც სიცოცხლის ფასად, ნათქვამ სიტყვას და ჩადენილ მოქმედებას გულისხმობს. ეს იყო ერთი ადამიანის, რამდენიმე ადამიანის მთელი ერისა და ქვეყნის დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან განსაზღვრა თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალიც. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ჩვენს გადაცემასაც აქვს თავისი მოგონებები და მოგონებები, რომელიც სწორედ 9 აპრილს უკავშირდება სხვადასხვა განცდით, სხვადასხვა ფაქტით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რომელიც გულისხმობს სიცოცხლისათვის მებრძოლი ექიმების დამოკიდებულებას, ჩართულობას, სიცოცხლისთვის მოღვაწე ექიმების ყოველდღიურობიდან განსხვავებულ, აჯანყებულ სიტყვებს, საბრძოლოდ შემართულ ფრაზებს და იმ განსაკუთრებულ განცდას, რომელმაც მთელი ქვეყანა და მთელი ერი გააერთიანა. აი ასეთ შემთხვევაში მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რამდენიმე მთავარი სათქმელი დავიტოვოთ წლიდან წლამდე, რომელსაც გავიხსენებთ, თქვენს გაგახსენებთ და ჩვენი მომავალი საზოგადოებისათვის ვფიქრობ მნიშვნელოვან სათქმელად დავტოვებთ. მე მინდა გაგახსენოთ 9 აპრილთან დაკავშირებული რამდენიმე ისტორია და ერთ-ერთის მთხრობელი იქნება медициნის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალბატონი Марина Гудушаури. За счет неизвестного там химического вещества. Оказывается, вот я провел тут коллег и одного представителя ученого с Министерства внутренних дел. Значит, да, действительно применялось вещество, как оно там называется? Вот. Хлороацетофенон, которое является табельным для их... Нет, сейчас я скажу. Табельным для их войн. Ну что вы 10 минут продолжалось всего-навсего демонстрация? Или хотите, что за это время друг друга давили? Не давили, они падали отравленные. То есть наступал лавиноспаз, упали, а потом эти же солдаты ногами прошли на них. Поэтому, товарищи, это не ошибка, это преступление. Если мы сейчас закроем глаза на применение газа. Поэтому я категорически настаиваю на том, что должно быть сказано. Мама, როგორც ექიმი გახდათ იმ კომისიის წევრი, რომელშიც იყო ბატონი გელა ლეჟავაც და პრაქტიკულად როგორც აქ არის ნაჩვენები, ჰქონდათ ძალიან კაცრი კამათი სამხედრო ექსპერტებთან, სამხედრო ტოქსიკოლოგებთან, ვინაიდან ჩვენ კლინიკაში ძალიან ბევრი მოიყვანეს მაშინ რუსთაველის გამზირიდან და ეს იყო ძირითადად ქალები და ახალგაზრდები. და როგორც მამა მაშინ იხსენებდა, ერთი კითხვა ისმოდა, რა დავაშავეთ ისეთი, რომ ჩვენ ასე სასტიკად მოგვეპყრო რუსული ჯარი. იმ პერიოდში მამა გახდათ საბჭოთა კავშირის მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, ანუ პარლამენტის წევრი. და როცა ეს საექსპერტო კომისიამ დაამთავრა თავისი სამუშაო და უკვე დასკვნები იყო გამოტანილი, მიუხედავად იმისა, რომ კამათები კიდე გრძელდებოდა, იმიტომ რომ სამხედრო ტოქსიკოლოგები ნაწილი ამბობდა ერთი აზრი ქონდა, ნაწილს მეორე,
ერთი ნაწილი სამხედრო გამომძიებლების ამტკიცებდნენ, რომ იყო ჭყლეტვა რუსთაველის გამზირზე, მეორე წერდა დასკვნაში, რომ ჭყლეტვა არ ყოფილა. და აი ამ კამათის აზრი ზუსტად ეს იყო, რომ ესენი სიმართლეს ამტკიცებდნენ როგორც ექიმები. როგორც უკვე გითხარით, 9 აპრილთან დაკავშირებული მოგონებები თითოეული ადამიანისა ჩვენს გადაცემაშიც არის თავმოყრილი, როგორც გადაცემის ისტორიის ნაწილი და ბატონი ბესიკ კილასონია, როგორც სასამართლო ექიმი, პროფესორი ჩვენს გადაცემაში არა უბრალოდ მონაწილეობდა, არამედ იხსენებდა იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელშიც თვითონ აღმოჩნდა, რადგან თითოეულ დაზარალებულთან, თითოეულ გარდაცვლილთან მას პირისპირ დარჩენა მოუწია. სხვათა შორის შეიძლება საჭიროა მის თქმა, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, 9 აპრილი დაიწყო 4 აპრილს სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გამოსვლა. სხვათა შორის გამოვიდნენ იქ გელა ლეჟავა, პროფესორი ვახტანგ ბოჭორიშვილი და ჩვენი სტუდენტობა ძალიან აქტიური იყო იმ დროს. დაიწყო აქედან მსვლელობა, შეუერთდნენ სხვა უმაღლეს სკოლები და დაჯდნენ საშიმშილოდ მთავრობის სახლის წინ. ეს იყო 4 აპრილს. გაგრძელდა დღეები, ჩვენ ყველავეს დავდიოდით იქ, ახლა იმის მიხედვით, რომ სამსახური როგორ ხონდა ლექცია პრაქტიკული. 9 აპრილთან დაკავშირებული სხვადასხვა მოგონება, სხვადასხვა ასოციაციებს, ემოციებს უკავშირდება, მაგრამ არის განსაკუთრებული ფაქტები, განსაკუთრებული ფრაზები და განსაკუთრებული ადამიანები არიან, რომლებიც განუყოფლად დაუკავშირდნენ 9 აპრილის ისტორიას. მათ შორის არის ქალბატონი თინა ენუქიძე, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, მათ დასაცავად, მათ სიცოცხლეზე გადასაფარებლად იყო იქ იმ მოედანზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაცემის არქივის ეს ნაწილიც გაგახსენოთ, როდესაც ჩვენი კოლეგა პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი იხსენებს თავის ბებიას. მიჭირს ცით ახლა ამ თემაზე მართლა არასდროს მით უმეტეს ეთერში არ მისაუბრია. ამას ძალიან ვაფასებთ და ვფრთხილდებით, მაგრამ მინდა რომ საზოგადოებამ იცოდეს სწორედ თქვენი მონათხრობი. იქ როგორ მოხდა ბებია? იქ როგორ მოხდა და ერთი შეხედვით წინა დღეს თითქოს არ უნდა ყოფილიყო, ხო? დაიპრანჭა ფრჩხილები, თმები, შეიღება და ასე შემდეგ და თქვა ბავშვები სადაც არიან, მეც იქ უნდა წავიდეო. დედაჩემი და ბიძაჩემი სამნი იყვნენ ერთად წასულები. საღამოს საათებში აირივნენ. ბიძა თავისი გზით დაბრუნდა სახლში, დედა თავისი გზით დაბრუნდა, იყო სადღაც ღამის პირველი საათი, როდესაც უკვე დაშორდნენ, უბრალოდ უკვე დედაც და ბიძაც სახლებში იყვნენ და ბები არ მოუკითხავთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიძაჩემ რო გვიან დაბრუნდა სახლში, ეგონა რომ უკვე სახლში იქნებოდა. და ყველაზე ცუდი და იმ საღამოს სხვათა შორის არის, მე არ ვიცი სადა ის ვიდეოები, იმ ღამეს გადაიღეს ვიდეო და ჩვენ იმავე ღამეს დაახლოებით 3 საათზე ერთ-ერთ ოჯახში ვათვალიერებდით აი ამ გადაღებას და ვხედავ ბებიაჩემს და ვხედავ რომ ეს ბებიაჩემი ზის პირველ რიგში, მე აღმოჩნდა პატარა სამფეხა სკამი მიუწოდებიათ და მჯდარა, სხვადასხვა კუთხიდან პატარ-პატარა ინფორმაცია მოვიდა და ქონდა თეთრი მოსასხმელი. მოსასხამი არა, მანდილი, თეთრი მანდილი. აი ეს იყო ჩემთვის საოცრება და სამჯერ გადავახვიე ეს ადგილი. ანუ წინ დაჯდა. პირველ რიგში იყო. აი თეთრი მანდილი მოისხა და იყო სკამსთან. ეს იყო სადღაც ღამის 2 საათზე გაკეთებული. როგორც მშვიდობის სიმბოლო. სავარაუდოდ ესია. ბებიას გარდაცვალება დილას ძალიან ადრე გავიგეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 6 საათი იყო, უკვე ვიცოდით, რომ ტრაგედია მოხდა. ბიძაჩემა ეგრევე დაურეკა დედას, დაიწყეს ძიება, იმიტომ რომ სახლში არ არის და სადღაც მე უკვე 8 საათი იყო თუ 9 საათი ვიცოდი ამის შესახებ, იმიტომ რომ მეც მეძებდნენ, ფიქრობდნენ რომ ჩვენც ხო არ ვიყავით აბნეულები. დღევანდელ ჩვენს გადაცემას, ისევე როგორც შარშან 9 აპრილს ერქვა და ჰქვია სიცოცხლისთვის სიცოცხლის ფასად. მე ვფიქრობ, ექიმებისგან ასეთი ფრაზა არავის უკვირს, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ ვიბრძვით ყოველდღიურად სიცოცხლისთვის და ძალიან ხშირად ამას ვაკეთებთ ჩვენი სიცოცხლის ფასად.
ეს არის ის ისტორიული რეალობა, რომელიც კაცობრიობამ დღემდე მოიტანა და დარწმუნებული ვარ, სანამ იქნება ჩვენი პროფესია, სანამ იქნება ადამიანი, ჩვენი დამოკიდებულება, ექიმების დამოკიდებულება არ შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად ვიცხოვრებთ და ვიმოქმედებთ, მაგრამ ის რაც უნდა მოხდეს ახლა ჩვენს გადაცემაში, თქვენთვის ერთის მხრივ ნაცნობიც არის და უცნობიც, იმიტომ რომ დიახ 9 აპრილი ჩვენთვის დამოუკიდებლობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენს გადაცემას ყავს მეგობარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნოთ და რომელმაც თვითონ გაიარა არაერთი ასეთი მაგალითი და ისტორია საკუთარი სიცოცხლის მანძილზე, როდესაც მან მაგალითად აირჩია პროფესია და გახდა რეანიმატოლოგი, როდესაც ის ყოველდღიურად სიცოცხლის ფასად იბრძოდა სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. როდესაც მან საკუთარ შვილთან ერთად გაიარა ურთულესი გზა და დიახ სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად მოქცა ეს მაგალითი. როდესაც საკუთარი დიაგნოზის გამო გაიარა ეს გზა სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ 2008 წლის ომში ის იყო ექიმი, რასაკვირველია, მაგრამ ის იყო მებრძოლიც და მან სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად გამოიარა ომის ურთულესი დღეები. ჩვენი გადაცემის სტუმარი ანი ბოქოლიშვილი, ანი მშვიდობისა. დაბრძანდით. მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა და სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული მაქვს თქვენი. მე ვფიქრობ, ამას მაყურებელიც ძალიან ატულად გრძნობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ იმის შეხსენება, რომ თქვენ ჩვენს გადაცემაში ყოველთვის ხართ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისათვის, სიცოცხლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ყოველთვის ასე ხვდებით ჩვენს გადაცემაში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ შულზე საუბრობთ, საკუთარ თავზე საუბრობთ, ომის თაობაზე საუბრობთ, სხვა კოლეგებზე საუბრობთ. 2008 წლის ომი აღმოჩნდა ერთგვარი გაგრძელება იმისა, რაც 2000 წლამდე ჩვენთვის ყველაზე მძიმე შთაბეჭდილებებით მოვიდა. ეს იყო 90-იანი წლების ომები და ეს იყო პირველის ყოვლისა 99 წლის 9 აპრილი. და თითქოს მოვლენების კასკადი, რომელიც სულ გვახსენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, რომ სხვაგვარად ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობა იკარგება. რა იყო 2008 წელს ყველაზე რთული თქვენთვის, როგორც ექიმისთვის და როგორც ქართველისთვის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ძალიან მოხარული ვარ თქვენი სტუმარი რომ ვარ როგორც ყოველთვის თემა საინტერესოა და ძალიან აქტუალური და 2008 წელს რაც შეეხება სიმართლე გითხრათ ცოტა მეუხერხულება კიდეც ამდენი საკებარი სიტყვის მოსმენა თქვენგან, მაგრამ თვლი რომ ეს ყველაფერი კრებსითად ვთქვათ ჩვენს კოლეგებზეა, რა თქმა უნდა, არაერთპიროვნულად ჩემზე და 2008 წელს მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო, ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გარდატეხა მოხდა ჩემში, მაგალითად პროფესიული გარდატეხა. ის ყველაფერი რაც მქონდა წარმოდგენილი მანამდე, მე ყველა ომი პატარა ვიყავი, რა თქმა უნდა, ასაკით, თუმცა 11 წელს ხვდებოდი მაგალითად 9 აპრილის დროს, შემდეგ უკვე ეს სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, ყველაფერი მახსოვს ძალიან კარგად და მახსოვს ის ექიმები, მაშინ ექიმობას არ ვაპირებდი, მაგრამ მახსოვს ის ისტორიები, არა მარტო გმირებზე, მებრძოლებზე, ექიმებზეც, ხო? აი ეს ყველაფერი რაც სადღაც წარმოსახვაში მქონდა, რომ როდესღაც შესაძლოა აღმოჩნდე ასეთ სიტუაციაში და აღმოჩნდეთ ხო კოლეგები პრაქტიკულად გავიარეთ რეალობაში. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სრულად გავაცნობიერეთ იქ მყოფმა ადამიანებმა, მე შემიძლია მათზე ვისაუბრო, ვისთან ერთადაც გავიარე ის პერიოდი, სრულად გავაცნობიერეთ ჩვენი პროფესიის მნიშვნელობა, პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. და აღმოვაჩინეთ ჩვენს თავებში ახალი ადამიანები, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდა. მე თამამად შემიძლია ეს თქვა იმ გუნდზე, ვინც იქ ვიყავით და სხვა ალბათ ჩვენი კოლეგებიც კიდე მე მინდა ჩემს მაშინდელ თანამშრომლებზე ვისაუბრო, აღმოვაჩინეთ რომ ვიყავით უშიშრები, ვიყავით მებრძოლები და მხოლოდ ორიენტირებულები ვიყავით ერთადერთ საქმეზე, ეს იყო ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა. ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა, ერთმანეთის გამხნევება, იმიტომ რომ ოჯახის წევრებზე ქონდა ძალიან ბევრი სანერვიულო
და ამიტომ ვთვლი რომ ის 2008 წელი პროფესიულადაც ჩემთვის ადამიანურადაც რა თქმა უნდა ძალიან გარდამტეხი აღმოჩნდა. როდესაც ჩვენ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ სხვა ადამიანების, ჩვენი პროფესია ამას ნიშნავს, ჩვენ ამ ადამიანების თავისუფლებაზე ვზრუნავთ. რეალურად, იმიტომ რომ საყოველთაოდ დადგენილია უკვე რომ დიახ, ჯანმრთელობა ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას და ავადმყოფობა ნებისმიერი დაავადება ეს არის შეზღუდული თავისუფლება. გამოდის რომ ჩვენ ექიმები გვინდა თუ არ გვინდა ყოველდღიურად ვიბრძვით ადამიანების თავისუფლებისთვის, არა უბრალოდ ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და გამოდის რომ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ პრაქტიკულად ბრძოლის ველზე აღმოჩნდით სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად გადამრჩენები, აღმოჩნდით თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანებიც. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს საკუთარ თავში აღმოაჩინო ექიმთან ერთად უბრალოდ ერთი რიგითი ქართველი. იცით რა, ერთს დავამატებ ჩემს მოსაზრებას, რომ თავისუფლებისთვის ალბათ ყველა პროფესიას, ყველა აბსოლუტურად უკლებლივ ყველა პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლება შედგეს. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, აი ეს ყველაფერი ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები ჩვენ ცხოვრების რომ შედგეს. აი დავუშვათ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. ის ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ჩვენ ცხოვრებაში, ხო? სხვა ჩვენს უსაფრთხოებაზე მზრუნველი ადამიანები აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი როლი ამ ყველაფერში, ხო? ერთი რგოლის გარეშეც ალბათ წარმოუდგენელია, რომ დადგეს თავისუფლება, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და აი შემ. თავარი არის ის, რომ როდესაც ვირჩევთ პროფესიას და შემდეგ უკვე ვახორციელებთ ჩვენს პროფესიულ საქმიანობას, აბსოლუტურად გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ის პატარა რგოლი ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანი. პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი, რომელიც საბოლოოდ ქმნის, როგორც ეს ზღვაში წვეთი, ხო, ეს ბანალური ფრაზა რო გამოვიყენოთ, ამ წვეთებისგან იქმნება ზღვა და ჩვენგან ყველა ადამიანსგან, ყველა პროფესიის ადამიანსგან იქმნება ზუსტად თავისუფლებაც, დამოუკიდებლობაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ გამოცდილებას. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შინაგანად უმრავლესობა ადამიანების ყოველთვის ერთხელ მაინც აქვს ყველას ნაფიქრი, რას იზავდა მოცემულ სიტუაციაში, რას გააკეთებდა, როგორ მოიქცეოდა. ასე მგონია, რომ უმრავლესობა მაინც მაგ ფაქტორებისთვის, როგორც არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მზად არის და შეძლებს. დანარჩენი ხა ადამიანური მომენტებია, ალბათ შესაძლოა ყველამ ერთნაირად ვერ შეძლოს, მაგრამ მე მგონია, რომ უმრავლესობა მაინც რო ისმის ორი სიტყვა, იმდენ დიდი мотиваტორია, რომ შიშიც ხრება, ყველაფერი პირდაპირ გეტყვით მებრძოლად იქცევი და რაღაც ასე გონია, რომ აი ახლა რომ ჩააგდო ეს ყველაფერი და შენი საქმე ოდნავ გადავუხვიო, რაღაცა პირნათლად არ შეასრულო, თქვა, შეიძლება რაღაც საქვეყნოთ დააქციო ყველაფერი. ამიტომ მე მგონია, რომ ადამიანებს ყოველთვის უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ მზად არის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რომ იბრძოლოს, ან იმოქმედოს. ანი, თქვენ ახსენეთ გამოცდილება. და გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს 9 აპრილის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს 2008 წლის გამოცდილება, ისევე როგორც მრავალი სხვა მოვლენის, რომელიც თუნდაც ამ შუალედში მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიცვალა სათქმელი, რომელსაც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გავუზიარებთ. როგორც წესი, ერთი თაობა მეორე თაობას საგზლად ატანს გარკვეულწილად საკუთარ გამოცდილებას, გვინდა თუ არ გვინდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შემდეგ თაობებსაც გადაეცემა. ჩვენი სათქმელი ჩვენი შვილებისთვის შეიცვალა 9 აპრილის შემდეგ. 2008 წლის შემდეგ. მე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენაირი პატარა ქვეყნებისთვის ნამდვილად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შვილებს უთხრათ რაღაც მთავარი, რასაც ჩვენგან გაიგებენ და მე უკვე გზადაგზა შეივსებენ ცოდნას და გამოცდილებას. ისეთ რა ძალიან გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრი მაქვს დაგროვებული ინფორმაცია. სულ ვამბობ, აი შეიძლება ტომები დავწერო, თქო, იმდენი მოგონება შემიძლია, მაგალითად გარკვეული ჩემი ცხოვრების ეპიზოდებიდან დავწერო. მე ვცდილობ ასეთ რაღაცას, ჩემი შვილი არის 15 წლის, ეგრეთ წოდებული თინეიჯერი. რომელსაც, კი, რაღაც გარკვეულ ისეთ მოვლენებს, საპროტესტო სიტუაციებს, რა თქმა უნდა, ხედავს, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრს საუბრობთ, მაგრამ
ის ყველაფერი აი ძალიან მოკლედ და ცოტა მშრალად მაქვს ნასაუბრები, იმიტომ რომ ვთვლი რომ რაღაც ასაკში უნდა იყოს, ალბათ რომ ეს ყველაფერი სწორად და კარგად გაიაზროს. თუმცა სულ ვცდილობ რომ მომეცემა თუ არა საშუალება რომ ვუხსენო ის ადამიანები ვთქვათ, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ქვეყნისთვის. ის ადამიანები, ვინც შეეწირნენ მსხვერპლის გარეშე, ალბათ არ ყოფილა სამყაროში მსხვერპლის გარეშე მოპოვებული, არც თავისუფლება, არც დამოუკიდებლობა. ამასაც ალბათ შინაგანად ვაცნობიერებთ და მზად ვართ ყოველთვის ამისთვის. იგივე 2008-ში მზად ვიყავით აბსოლუტურად, რომ გვდებით ქვეყნისთვის, ესე მარტივად გადავწყვიტეთ. სინამდვილეში ძალიან გვეშინოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეგრძნება არ მოდის ესე მარტივად, მოდის ალბათ რაღაცნაირად ბავშვობიდან, იმ ჩვენი მასწავლებლებისგან, ჩვენი მშობლებისგან, რაც გვაქვს ჩადებული შინაგანად, ხო, ეს ყველაფერი მაშინ იჩენს თავს. ასე რომ მე ვცდილობ რომ ეხლა ძალიან დიდი ბევრი კომუნიკაცია მაქვს ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობასთან, არაჩვეულებრივი თაობა, არაჩვეულებრივი. გეთანხმებით, ძალიან მიხარია ამაყი ვარ ამ ადამიანების როგორ გითხრათ, თვისებებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, სიტყვები აღარ მყოფნის, რომ დავახასიათო მხოლოდ დადებითად და მიხარია რომ ამ ადამიანებს მეგონა რომ ცოტა სხვა ტიპის ხედვა ჰქონდათ, სხვა ტიპის აღქმა ჰქონდათ ქვეყნის სიყვარულის, თავისუფლების. შევცდით ძალიან. მე იმ ადამიანებთან ერთად თითქმის ყოველ დღე მიწევს ყოფნა ერთი მიზნისთვის და ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად ჩვენზე მეტად შეძლებიათ სიყვარულით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაც, თავისუფლებისთვის ბრძოლაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომავალი თაობა მიუხედავად იმისა ჩვენ ვუყვებით, არ უყვებით, რომ თურმე მათ ძალიან დიდი სიყვარული შევიდგათ და ჩვენი როლი ის არის მხოლოდ რომ უკვე წარსულში დარჩენილი მოვლენები, რამაც მოიყვანა ქვეყანა აქამდე, დავანახოთ სწორად. და აუცილებლად ის ადამიანები გავაცნოთ, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ყველაფერში, რომ არ დავიწყდეთ არასდროს მათი სახელები. ანი, ძალიან დიდი მადლობა ამ ფრაზისთვის, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარება ჩვენი საუბრის დასკვნით ნაწილზე გადავიდე. მე მადლობას გეტყვით, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის ჩვენთან. დღევანდელი სტუმრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი სიტყვა და მოგონება და მე ვიცი თქვენთვის ეს როგორი ემოციური ქარტეხილია, როდესაც ხელახლა გადიხართ და გადიხართ ყოველი სტუმრობის დროს, მაგრამ ამას მაინც აკეთებთ. თქვენ მოდიხართ ჩვენთან გადაცემაში და ამ თემაზე საუბრობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ მე ვისარგებლებ იმ სიტყვებით, რომელიც ბრძანა ქალბატონმა ანი ბოქოლიშვილმა და სიამოვნებით გავაგრძელებ 9 აპრილთან დაკავშირებულ თემას. ჩვენ უნდა მოვუყვეთ ერთმანეთს ბევრი რამ. თაობების მიუხედავად, თაობებს შორის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენ ვიქნებით ისტორია დაკარგული ადამიანები. ამის გარეშე ჩვენ ვიქნებით წარსულ და შესაბამისად მომავალ დაკარგული ადამიანები და მე ყოველთვის მახსენდება რას გვეუბნებოდა ქალბატონი თამარ დეკანოსიძე, რომელმაც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად 12 ექსპერტის მიერ დაწერილ დასკვნას, ყალბ დასკვნას 9 აპრილთან დაკავშირებით ხელი არ მოაწერა. საკუთარი სიცოცხლის ფასად სიცოცხლისთვის გააკეთა მან ეს და ყოველთვის, როდესაც შემოდიოდა აუდიტორიაში, გვაჩვენებდა გარდაცვლილი ახალგაზრდების მასალას, ბიოლოგიურ მასალას, ძალიან დრამატული იყო გარწმუნებთ ამის ყურება, მაგრამ გვაჩვენებდა იმისათვის, რომ დაგვემახსოვრებინა. დიახ, ასე ამბობდა. დაინახეთ იმისათვის, რომ გახსოვდეთ. არასდროს დაგავიწყდეთ 9 აპრილი, არასდროს დაგავიწყდეთ საკუთარი ისტორია, იმის განცდა ვინ ხართ და რამდენად მნიშვნელოვანი ამ პატარა ერისათვის, რომელიც მთელი თავისი ისტორია იბრძოდა დამოუკიდებლობა, რომლისთვის არის მზად არის გააგრძელოს მან ბრძოლა. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, რასაკვირველია, ჩვენ არა მარტო 9 აპრილს, ნებისმიერ სხვა დღესაც ადამიანურ ღირსებებზე ვსაუბრობთ სიცოცხლისთვის, სიცოცხლის ფასად გადადგმულ ნაბიჯებზე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი მართალია დეტალი, მაგრამ მოზაიკის ნაწილი გაგახსენოთ, რომლის გარეშეც საერთო სურათი წარმოუდგენელია. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.